ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ თქვა, ბევრი წინააღმდეგობა შეიძლება შეგვხვდეს ცხოვრებაში. ბევრი გამოწვევა შეიძლება დადგეს ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ მან თქვა ეს მოდგმა მარხვითა და ლოცვით განიდევნებაო. ეს თქვა მან იცით სად, როცა ფერისვალების მთიდან დაბრუნებულს დახვდა სიტუაცია. მისი მოწაფეები ედავებიან ვიღაცას. ეჭხუბებიან ვიღაცას, ჩოჩქოლია. მოდი ესე ვთქვა, წარმოიდგინეთ ხომ ეს სიუჟეტები. და უფალი მივიდა და ეუბნება, რაზე კამათობთ, რაზე ჭხუბობთ, რა მოხდა? გამოეყო ერთი კაცი ამ ჯგუფს, მივიდა ქრისტესთან და უთხრა შენს მოწაფეებთან მოვიყვანე ჩემი ძე, რომელიც უტყვისულით არის შეპყრობილი, რომ განეკურნათ, მაგრამ ვერ შეძლეს. ქრისტემ რა თქვა? ой ურწმუნო მოდგმა, როდემდე ვიქნები თქვენთან. როდემდე უნდა გითმინო თქვენ, მომგვარეთო. როცა მოიყვანეს ეს ახალგაზრდა ქრისტესთან, სულმა დაანარცხაო, ასე წერია, დაეცა, გორაობდა დაბლა, ქაფი გადმოსდიოდა, შეშდებოდა. ქრისტემ კითხა მამას. დიდი ხანია რაცაც დაემართა. და ამ კაცის სიტყვებში ჩანს სასოწარკვეთილი უიმედო კაცის სიტყვები, ის ამბობს ბავშვობიდან დავიტანჯეთ. ბევრჯერ ჩაუგდია ცეცხლსა და წყალში რომ დაეღუპა. თუ კი რამე შეგიძლია. თუ კი რამე შეგიძლია. დაგვეხმარე. ხშირად დამიმოწმებია ეს და მithქვობს. ლოგიკური პასუხი იცი როგორ არის ხოლმე. თუ კი რამე შეგიძლია. მოიყვანე აქ. ქრისტე ესე არ უთქვია. ქრისტე ეკითხება, თუ კი რამე შეგიძლია? ამას როგორ ამ კითხვას როგორ სო? მორწმუნისათვის ხო შესაძლებელია ყველაფერი. მორწმუნისათვის შესაძლებელია ყველაფერი. ეს კაცი უიმედო კაცი იმისთვის რომ როგორმე თავისი მისი პრობლემა იყოს გადაჭრილი ყვირის მწამს, მაგრამ იქვე ხვდება რომ ეს რწმენა არ არის. უშველე ჩემს რწმუნოებას. და იცით, იმ მომენტში ის ბიჭი განიკურნა. დიდება უფალს. ქრისტე მაუკრძალა, ის მკვდარივით გახტაო, ასე წერია. მოკიდა ხელი წამოაყენა და ის წამოდგა. აბსოლუტურად განკურნებული. მოწაფეებს გაუკვირდა და როცა მარტო დარჩნენ, კითხეს, ჩვენ რატო ვერ შევძელით? ჩვენ რატო ვერ შევძელით მისი განდევნა? ჩვენ რატო არ დაგვემორჩილა ექსული, ადრე ხო გვემორჩილებოდა სულები, შენ რო გაგვაგზავნე. გახსოვთ ქრისტემ რო 12 გაგზავნა. დაბრუნდნენ უკან სიხარული და უხაროდად, რომ სულები ემორჩილებოდათ. ეკითხებენ, ჩვენ რატო ვერ შევძელით მისი განდევნა? ქრისტემ თქვა, ეს მოდგმა და ეს არის პასუხი ამის. ეს მოდგმა მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განიდევნება. იცი, ესე ადვილი ქრისტიანობა არ არის ესეთი რაღაც, რომ იცი მივეჩვიე ჩვენ გამზადებულის მიღებას. ღმერთის მადლით, დიდება უფალს, ღმერთის მადლით. არა, ხშირად არის 8 წელი საჭირო იმისთვის, რომ ძლიერი გათოკო, წერია თუ გინდა რომ სახლს დაეპატრონო, ჯერ მისი პატრონი უნდა გათოკო. ეშმაკმა ქრისტეს გამოცდის დროს უდაბნოში ესეთი რაღაც უთხრა, მეორე გამოცდა გახსოვთ ალბათ, როცა აიყვანა მთაზე და მეყსეულად აჩვენა ქვეყნიერების სიმდიდრე და უთხრა, ყოველივე ეს მე მაქვს მოცემულიო. და ვისაც მინდა ვაძლევო. და თუ თაყვანს მცემო დაცემული, შენ მოგცემო უთხრა. შენ იქნება ეს ყველაფერი, ოღონდ ერთი პირობა. თაყვანი უნდა ვცე, ეს ყოველთვის მისი გეგმა იყო. სხვათა შორის ის მიტო გახდა ეშმაკი. ებრაელების წიგნი ამბობს, როცა კვლავ შემოყავსო ძე ქვეყნიერებაზე, ამბობსო იგი თაყვანის წესმას ღმერთის ყველა ანგელოზმა. ზუსტად ეს იყო პრობლემა. ეს არ ხდება სადღაც, ეს ჯერ კიდევ ქვეყნიერების შექმნამდეა აქ ლაპარაკი. როცა კვლავ შემოხავს ძე, ამბობს თაყვანი უნდა სცეს მას ღმერთის ყველა ანგელოზმა და იქ გაუჩნდა პრეტენზია ლუციფერს. მან ჩათვალა, რომ თვითონ იყო ის, ვისთვისაც თაყვანი უნდა ეცათ და არა ქრისტე. გასაგებია? ამიტომ ეუნება, თუ დაცემული თაყვანს მცემ, შენ მოგცემ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ მე მაქვს მოცემული და
იცი რაზე გამემახვილა ღმერთმა ყურადღება? ქრისტეს არ უთქვია, რომ შენ არ გაქვს მოცემულიო. ქრისტეს არ გაუპროტესტებია და ეს არ უთქვია, არ გაქვს შენ მოცემული. იმიტომ რომ მან ეს მართლა დაიპყრო. როგორ დაიპყრო? ადამის მეშვეობით. ადამი ხო ქმნილების გვირგვინი იყო. ღმერთმა როცა შექმნა ადამი, ხო თქვა მასზე, რომ ეპატრონოს ზღვაში თევზს, საში ფრინველს, დედამიწაზე ყველა არსებას. ადამი იყო ქმნილების გვირგვინი და ადამის ადგილი დაიკავა ეშმაკმა. სდუნებით. გასაგებია და ამბობს, მე მაქვს მოცემული და ვისაც მინდა ვაძლევ. ამიტომ თაყვანი მეცი დაცემული და მოგცემ. ქრისტე ეუნეო დაწერილია, მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანი და მას ემსახურე. დიდება უფალს. და რატომ გითხარით ეს მე თქვენ? მას აქვს ეს მიცემული და როგორ გონია? ისე დათმობს უბრალოდ? თუ ღმერთი გააკეთებს ჩვენს მაგივრად, არა? ღმერთი ამას ეს მოდგმა მხოლოდ მარხვითა და ლოცვით განედევნება. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ. მოდი ვეცადოთ. როგორც პეტრე მოციქული ამბობს, პეტრე მოციქულის მეორე წერილში, პირველ თავის მეოთხე მუხლში, მეხუთე მუხლში, ყოველი ღონე იხმარეთ ვასწერია. ყოველი ღონე იხმარეთ. ხშირად ძალისხმევაა საჭირო. ხშირად რაღაცეები უნდა გადადო, რაღაცეები უნდა ვიღაცეებს უნდა აწყენინო, რაღაცეები უნდა გააჩერო, რაღაცეები უნდა გააფუჭო კიდეც იმისთვის რომ ღმერთს ასიამოვნო. იმისთვის რომ ის ბრძოლა მოიგო. გასაგებია? როგორი იყო იესო ნავესი, მინდა გაგახსენოთ, როცა ებრძოდა ფილისტიმელებს და მან იცოდა თუ იმ დღეს არ დაამთავრებდა ბრძოლას, მეორე დღეს ბრძოლა გართულდებოდა. მან იცოდა რომ იმ დროში უნდა დაემთავრებია ბრძოლა. და ისეთი რაღაცა გააკეთა, წარმოუდგენელი რაღაც. სიგიჟე ჩაიდინა. დღეს არც ერთი ჭკუათ მყოფელი და ეს რომ ვინმეს უთხრა მეცნიერები გეტყვა, ხო არ გაგიჟდი. ასეთი რაღაც არ ხდება. მან დედამიწის ბრუნვა გააჩერა. წარმოგიდგენიათ? თქვა რომ მზე არ უნდა ჩასულიყო 1 სანამ ბრძოლა არ დამთავრდებოდა. და 1 საათის განმავლობაში დედამიწა არ ბრუნავდა. ჩვენ ვამბობთ მზე ჩადიოდა, ვიცით რომ მზეს ჩასვლა, ამოსვლა მზის ბრუნვის შედეგია. ის დედამიწის ბრუნვის შედეგია. და ფაქტია რომ 1 საათის განმავლობაში დრო გაჩერდა, დღე მზე არ ჩადიოდა 1 საათის განმავლობაში, სანამდე იესო ნავესმა ბრძოლა არ დაასრულა. მეთანხმებით? შეგიძლია თქვა ამინ ამაზე. ეს შენთვის კარგი ზღაპარია? თუ ფაქტი, რომელიც როგორც რომაელთა წერილში არის დაწერილი მე-14 თავში, რომ ყოველივე რაც დაწერილია ჩვენ სასწავლებლად არის დაწერილი, რათა წერილთა ნუგეში გქონდეს იმედი. დიდება გქონდეს ჩვენს უფალს. ასე რომ მეგობრებო, ძალიან მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ. მოდი ვისწავლოთ ბრძოლა. მოდი შევებრძოლოთ იმ რაღაცეებს, რაც დგება ჩვენსა და ღმერთს შორის. მოდი შევებრძოლოთ იმ რაღაცეებს, რაც დგება ჩვენსა და ღვთისმსახურეს შორის და მოვიგოთ ეს ბრძოლები. იმიტომ რომ ღმერთი დამხმარეა. მე ამის მჯერა. რაც ჩვენ არ შეგვიძლია, ღმერთს შეუძლია. ჩვენ ჩვენი შესაძლებელი უნდა ვაკეთოთ, ერთი რამე ვიცოდეთ, არასდროს ღმერთი არ გააკეთებს იმას, რაც ჩვენი გასაკეთებელია. იცი წმინდა მოციქული პავლე რას ამბობს, როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი, ეს რას ნიშნავს? მე რო აღარ შემიძლია, ის აკეთებს უკვე. იქ ჩდება ღმერთის დიდებულება. როცა მე ამოუწურე ჩემი შესაძლებლობები, როცა გაბედულებით შეგიძლია თქვა და იტყვი რომ ღმერთო, ყველაფერი გავაკეთე. ყველაფერი გავაკეთე, რაც შესაძლებელი იყო. ყველაფერი გავაკეთე, რაც მითხარი და რაც შესაძლებელი იყო. ეხლა კი შენი ჯერია. ასე რომ მეგობრებო, ერთი რაღაცა მინდა რომ გითხრათ, ღმერთი არასდროს არ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს, მაგრამ როცა მე ვარ უძლური, როცა მე აღარ შემიძლია, როცა მე ამოუწურე ჩემი ძალები, აი მაშინ უკვე ღმერთი ავლენს თავს. ასე რომ გქონდეს ღმერთის იმედი. ჩვენ მოვიგებთ ბრძოლებს, დიდება უფალს. მასთან ერთად. მე გუშინ მქონდა გაფრთხილება ღმერთისგან. ალბათ არ ვიცი უყურეთ ყველამ და მოусმინეთ, ვინც შეძელით, მოგესმინათ წინაკვირის მსახურება, რომელიც ჩვენი ეკლესიის უფროს პასტორს ქონდა სიტყვა რუსთავის ეკლესიაში. მან რწმენაზე ილაპარაკა. ჩვენ გავაგრძელებთ დღეს ამ სერიას და აქედან გამომდინარე მინდა რწმენაზე ვილაპარაკო მეც, მაგრამ
გუშინდელი გაფრთხილებაც აქედან არის გამომდინარე და მინდა გაგაფრთხილოთ და გთხოვოთ ამაზე და გითხრათ. ფრთხილად ვიყოთ. ძალიან ბევრჯერ წელიაც წმინდა წერილში რომ იყავით ფხიზელნიო ასე. იყავით ფხიზელნი, იყავით მღვიძარენი, იყავით გონიერნი, ასე ამბობს ისაც მინდა წერილი. ბევრი მოწოდება ამაზე ძალიან კონკრეტულად არ დავიწყებ ჩამოთვლას. მაგრამ ძალიან ხშირად გვაფრთხილებს ღმერთი რომ ფრთხილად იყავით რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. იყავით გონიერნი და არა უგნურნი. ეფესელების წერილში ამბობს მინდა მოციქული გამოისყიდეთ დრო ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და გუშინ მქონდა ერთი მინიშნება, ერთი პატარა მინიშნება რაღაცაზე და ამიტომ დაუკვირდით. წეხან როცა დილას შევიკრიბეთ ლოცვით სახურებაზე, დილასაც თქვი ეს. უბრალოდ ღმერთმა გამიმახვილა ყურადღება ადამიანებზე, რომლებიც არ იყვნენ მკვლელები, არ იყვნენ ნარკომანები, არ იყვნენ მრუშები, არ იყვნენ სასტიკები, არ იყვნენ ურწმუნოები, არ ვიცი კიდევ ვიტყვი რაღაც საშინელებებს, ეს არაფერი მსგავსი არ გაუკეთებიათ. მორწმუნეები იყვნენ, ღმერთისას წამდათ, ღმერთი წამდათ, მოდი ასე ვთქვათ. ცხოვრობდნენ, ღმერთს ემსახურებოდნენ, რაღაცებს აკეთებდნენ, მსხვერპლს იღებდნენ, ფასს იხდიდნენ და მათ ცხოვრებაში დადგა კრიზისი, კრიტიკული კრიზისი, საიდანაც დიდი შანსი იყო რომ ვერ გამოსულიყვნენ და ზოგიერთი ვეღარ გამოვიდა. აი მაგალითად საულის ცხოვრებაში დადგა კრიზისი, საიდანაც ის ვეღარ გამოვიდა. და დათოს ამბობდა ამას დღეს. და ეს არ მომხდარა, საერთოდ მოწმენდილსასე მეხის გავარდნასავით არ მომხდარა ეს. ერთი რამე იცოდეთ, სადაც ერთი ჭეშმარიტება არსებობს, სადაც არ არის ცეცხლი, იქ არ არსებობს კვამლი. ანუ უმიზეზოდ არაფერი არ ხდება, ყველაფერს თავის მიზეზია. ცხოვრება ამ დედამიწაზე მიზეზ შედეგობრივია. ყველაფერი რაღაცას იწვევს. გაგიგონიათ, ესეთი გამოთქმა არის პეპელის ეფექტი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე რო პეპელა ფრთას იფრენს, ისა იქნევს კოსმოსში ახდენს ეს ზეგავლენას რაღაცეებზე. ვაუ. ეს როგორ? ანუ მიზან შედეგობრივია ცხოვრება. და უნდა იცოდე იმას, რასაც დღეს ვაკეთებ, ხვალ ამას რაღაც მოყვება შედეგად. იმას, რასაც დღეს არ ვაკეთებ, ამასაც ხვალ რაღაც მოყვება შედეგად. იმას, რასაც დღეს ვფიქრობ, ამასაც ხვალ რაღაც მოყვება შედეგად. გასაგებია? ეს აქსიომა, ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ და უნდა გვახსოვდეთ, ცხოვრება მიზან შედეგობრივია. საულის ცხოვრებაში, ვინ იტყვის რომ საული ურწმუნო იყო? რომელ შეგიძლიათ ეს მითხრათ რომ ის ურწმუნო იყო? ჩვენ ხშირად ვხატავთ ხოლმე ამ ბოროტ საულს, მაგრამ სულაც არ იყო ის ბოროტი. ღმერთმა ამოირჩია, ღმერთისგან იყო ცხებული. ღმერთს ემსახურებოდა, ცდილობდა. მაგრამ მოხდა ერთი რაღაც. როცა სამუელი მოვიდა და უთხრა, რატომ არ გაიგონე ღმერთის ხმა, მას პრეტენზია უჩნდება, ისე უნდა გავიგონე ღმერთის ხმა, როგორ არ გავიგონე ღმერთის ხმა? რას მელაპარაკებ? რას ამბობ, მე გავიგონე ღმერთის ხმა. წავედი იმ მიმართულებით, საითაც ღმერთმა გამაგზავნა, დავამარცხე ყამალეკი. გავაკეთე ცოტათი გადაუხვიე, რა მოხდა ეხლა? დიდი ამბავი. კი ქონდა ნათქვამი რომ ყველა უნდა დამეხოცა, მაგრამ მე ნაწილი დავტოვე. კი ქონდა ნათქვამი რომ არაფერს არ უნდა შევხებოდით, იმიტომ რომ დარისხებული იყო, მაგრამ რატო უნდა გაგვენადგურებია? მოვიტანეთ საუკეთესო ნაწილი, რათა შენი ღმერთისთვის შეგვეწირა. ნახეთ, ღმერთმა მითხრა, გამიმახვილა ყურადღება. ადამიანების ცხოვრებაში, სადაც დადგა კრიტიკული კრიზისი, იმიტომ კი არა, რომ ისინი ბოროტები იყვნენ, იმიტომ კი არა, რომ ისინი ნარკომანები იყვნენ, იმიტომ კი არა, რომ ისინი მკვლელები იყვნენ, იმიტომ კი არა, რომ ისინი ურწმუნოები იყვნენ, იმიტომ რომ სულ ცოტათი გადაუხვიეს. და ცოტა გადახვევამ საბოლოო ჯამში სერიოზული კრიზისები შექმნა. გავიხსენოთ იონა. იონა ბოროტი იყო? იონა მკვლელი იყო? მრუში იყო?
აი ხშირად ჩვენ ამით ვინ უგეშებთ ხოლმე თავს? აი ეკლესიაში ხო დავდივარ, დიდება უფალს, რაღაც მსახურებებს ხო ვესწრები, შესაწირავს ვდებ, მიათებს ვდებ. ღმერთო რა გაგინდა ჩემგან? ხშირად კრიზისში ვამბობთ ხოლმე რატომ ღმერთო? რატომ? მაგრამ უნდა გვახსოვდეს მიზან შედეგობრივია ცხოვრება. იონას ღმერთმა უთხრა რომ ნინევიაში წასულიყონ და წარმოუდგენელი რაღაცა იყო მისთვის, იმიტომ რომ ნინევიელები ეზიზღებოდა. არ უნდოდა ნინევიაში წასვლა. ხო გახსოვთ? ამიტომ წავიდა სხვა მიმართულებით. არ მაქვს უფლება? მე ხშირად მომისმენია და გამიგონია ეკლესიაში. არ მაქვს უფლება? ჩვენ ყველაფრის უფლება გაქვს. თუ მისცემ შენ თავს ამის უფლებას. ჩვენ ყველაფრის უფლება შეგვიძლია მივცეთ ჩვენ თავს. არავინ არ შეგიკრავს ხელფეხს და არც მეხი დაგეცემა თავში. უნდა იცოდე. მაგრამ იმას, რასაც დღეს გადაწყვიტავ და რა მიმართულებითაც წახვალ, ხვალ დადგება შედეგები იმის და მიხედვით. გასაგებია, როგორც ეპისკოპოსმა ოლეგი მიქადაგა რუსთავში გახსოვთ ალბათ, არჩევანზე. ღმერთი ეუნება მოსეს, ორი გზა დავდე შენს წინო. სიკეთე და წყევლა, სიცოცხლე და სიკვდილი. მე გეუნები აირჩიე სიცოცხლე, მაგრამ შენაც გინდა ის აირჩიე. იმიტომ რომ მე არ ავირჩევ შენს მაგივრად. ამიტომ ჩემო მეგობრებო, უნდა გვახსოვდეს, ცხოვრება არის მიზანშედეგობრივი. მიზეზშედეგობრივი. ყველაფერსაც დღეს გადავწყვიტავ, ხვალ დადგება იმის და მიხედვით შედეგები. ერთხელ ვილაპარაკე ეკლესიაში თემა კანონზომიერება, გახსოვთ? შეეწირავზე ვამბობდი სიტყვას. და ვილაპარაკე კანონზომიერება. არის ისეთი კანონები დადგენილი, რომლებიც არასდროს არ იცვლება და სანამდე პლანეტა დედამიწა არსებობს, ეს კანონები იქნება. მაგალითად ერთ-ერთია გრავიტაციის კანონი. გრავიტაციის კანონი ღმერთისგან დადგენილი კანონია. დედამიწას აქვს გრავიტაცია, დედამიწას აქვს მიზიდულობა, ყველა ციურ სხეულს, ყველა პლანეტას, ყველა ვარსკვლავს აქვს მიზიდულობა. ეს არის გრავიტაციის კანონი. ის რომ ამ წიგნს თუ გაუშვებ ხელს ეს კათედრაზე დაეცემა, ეს დედამიწის მიზიდულობის კანონია. ის რომ მე ვდგევარ აქ და ჰაერში არ დავფრინავ, ეს დედამიწის მიზიდულობის კანონია. ამიტომ ვერაფრით ვერ დაარღვევ დედამიწის მიზიდულობის ძალას. ეს არის გრავიტაციის კანონი და ეს არის კანონზომიერება. და თუ ეს წიგნი გიჭირავს ხელში და ხელს გაუშვებ, ის დაბლა დაეცემა. რამდენიც არ უნდა ილოცო, ამას ვერ გააჩერებ. ეს არის კანონზომიერება. ხშირად ამბობენ ღმერთის მადლი. თუ გინდა რომ ღმერთის მადლმა იმოქმედოს, არ დაარღვიო ღმერთის კანონები. მარადიული კანონები. მე რჯულზე კი არ ვლაპარაკობ, დროებით რჯულზე. მე მარადიულ კანონებზე ვლაპარაკობ. როცა არის ნიშანი, რომ იქ 40-ით უნდა გაიარო და 200-ით გაივლი ავტომობილით. მადლის იმედი ნუღვა გექნება. მადლი მოქმედებს მაშინ, როცა ჰარმონიაში მოდიხარ ღვთიურ კანონებთან. შეგიძლია თქვა ამენ? დიდება უფალს. ასე რომ ჩემო მეგობრებო, დღეს ვამბობდი ლოცვით მსახურებაზე და კიდე გავიმეორებ. გაუფრთხილდეთ ჩვენ და გავაფრთხილოთ სხვები, რომ კრიზისები ჩვენ ცხოვრებაში იმიტომ კი არ დგება, რომ ეშმაკია ბოროტი. იმიტომ დგება, რომ სადღაც პატარა გადახვევა მოხდა. სრულყოფილად არ გავიგე, გავიგე და არ მოვიცალე, გავიგე და წაუყრუე, გავიგე და იმ გზით არ წავედი. არის შეუქცევადი პროცესი. ის აღარ დაბრუნდება, იქ ვერაფრით ვეღარ გააჩერებ, ის თუ დაიწყო, აღარ გაჩერდება. გასაგებია? ამიტომ უნდა ეცადო იმას, რომ იქ არ მიხვიდე, იქამდე არ მიიყვანო შენი თავი. ასე ერთი პიროვნებისთვის ვლოცულობდი გუშინ ლოცვით მსახურებაზე დავამოწმე. დავადე ხელი ვლოცულობდი, ამ კაცსაც ძალიან უნდა და მოვიდა ეკლესიაში, მოინათლა კიდეც, ვლოცულობდით მისთვის და როცა ხელი დავადე, გულში ხმა გავიგონე, რა დამართე შენ ცხოვრებას. რა დამართე შენ ცხოვრებას. ჩვენ ცხოვრებას ინსტრუქცია აქვს და ინსტრუქცია არის რა? ღმერთის სიტყვა. ის გვასწავლის, როგორ უნდა მოვექცეთ საკუთარ ცხოვრებას და საკუთარ თავს. გასაგებია? ამიტომ დაიწყება პროცესი. მერე შეიძლება ძალიანაც მოგინდეს, ძალიანაც ეცადო. ესავზე წერია. ესავი რომ მოვიდა მშიერი სახში, გახსოვთ?
ძალიან შიოდა. იაკობს ჰქონდა საჭმელი. უნდა მომესაჭმელი. იაკობმა უთხრა მოგცემ, ოღონდ პირმშობა მომეცი. რა თავში ვიხლი პირმშობას მოიტა საჭმელი. მე ძალიანაც მოინდომა, უკან დაებრუნებია ის რაც ერთ შეჭამანში დათმოდა მისსა, მაგრამ ვეღარ ეს სიმბოლურია ჩვენ ცხოვრებაში. ხშირად ჩვენ ისეთ რაღაცეებს ვთმობთ, ისეთ უაზრო ფასად და ისეთ უაზრო რაღაცეებში. მე მოვინდომებ უკან დაბრუნებას და ვეღარ დაიბრუნებ. მითო კი არა რომ ღმერთია ბოროტი, მითო რომ შენ გადაწყვიტი ასე. ხშირად რატომ ღმერთო? იმიტომ რომ ეს შენი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ რომ ეს შენ გინდოდა ასე. როცა იერიხოში მიდიხარ იერუსალიმიდან, მეფის ქალაქიდან, კურთხეული ქალაქიდან, წყეულ ქალაქში, იქ უნდა იცოდე რომ სხვა არაფერი არ არის, ავაზაკები არიან ეგ. იქ უნდა გწამდეს ეს. მეგობრებო, ერთი რაღაც მინდა წავიკითხოთ და დღეს ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ამ გაფრთხილებიდან გადავალ ახლა და რწმენაზე ვილაპარაკებთ. ებრაელების მე-11 თავის მე-6 მუხლში ასეთი რამ არის დაწერილი. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთის მოსაწონი იყო. რწმენის გარეშე შეუძლებელია. მოდი თქვით, ჩაიბეჭდე გულში. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთს მოაწონო თავი. ვერ შენი რჯულის დაცვით მოაწონებ ღმერთს თავს. ვერც იმით რომ კარგი გოგო ხარ და კარგი ბიჭი ხარ და კარგი ავტორიტეტი ხარ და კარგი დიასახლისი ხარ და უბანში კარგ ადამიანს გეძახიან და ნათესავები გადიდებენ და გაქებენ. ამით ვერ მოაწონებ ღმერთს თავს. ერთადერთი რასაც ღმერთი უყურებს შენში, ჩემში, ჩვენში, ეს რწმენაა. რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთის მოსაწონი იყო. იმიტომ რომ ვინც ღმერთთან მიდის, მას უნდა საამდეს, რომ ღმერთი არის, რომ ღმერთი არსია და ის მის მაძიებლებს უზღავს. ყველას კი არ უზღავს. არიან ვიღაცები, რომლებიც ვერაფერსაც ვერ იღებენ. ღმერთს ვერავინ ვერ გამოიყენებს. ღმერთი მარტო თავის მაძიებლებს უზღავს, ვინც ღმერთს ეძიებს. და მეგობრებო, კიდევ ერთი რაღაც, ჩვენი უფროსი პასტორი ლაპარაკობდა ამაზე. იცი რა არის რწმენის საწინააღმდეგო? იცი ადამიანები ვიღაცისთვის რწმენა რო უგუნურება არის ეს, ხო იცი და ვინ არიან იცით ესენი? ჭკვიანები. მოდი გადავშალოთ 1 კორინთელების წერილი, მესამე თავი. 1 კორინთელების წერილი, მესამე თავი. მე-18 მუხლიდან. ნუ რავინ აცთუნებს თქვენს თავს. თუ ვინმე სამწუთი სოფელში თავი ბრძენად წარმოუდგენია და ეგ გაუგუნურდეს. რომ გახდეს ბრძენი, ვინაიდან ამწუთი სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღმერთის წინაშე. როგორც წერია, მათ სმიერებაში შეიპყრობს ბრძენთა. და კიდევ, იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი. ამაოა ისინი, ამიტომ ნუ რავინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია. დიდება უფალს. ასევე წმინდა წერილი ამბობს, რომ აი მშვენიერი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღმერთის სულისაგანაა, ამიტომ არ შეუძლია მიღება. გასაგებია? იქ სადაც არის ლოგიკა, იქ სადაც არის ადამიანი ჭკვიანი, იქ სადაც არის, იცი, ქვეყნიერებისთვის, გონებისთვის, მშვენიერი ადამიანისთვის რწმენა მიუღებელია, არ შეუძლია ამის მიღება. ის ამბობს ეგ როგორ? ეგ წარმოუდგენელია. მე მაგას არ დავიჯერებ, სანამდე ჩემი თვალებით არ ვნახავ, ხო გახსოვთ, მე ახლა ყველაფერზე ნუ რო ვილაპარაკო ძალიან დიდ დროს წაიღებს. გახსოვთ თომა, ვინ იყო თომა? თომა იყო შენნაირი და ჩემნაირი ადამიანი, ძალიან მგავდა ჩვენ. თომა ამბობდა მე ასე ადვილად არ ვიყიდები. თომა ამბობდა ყველა შეიძლება დააჯერო, მაგრამ მე ვერ დამაჯერებ ეგრე ადვილად. მე სანამ ჩემი თვალით არ ვნახავ, სანამდე ჩემს თითებს არ ჩავყოფ მის ჭრილობებში, სანამდე ჩემს ხელს არ ჩავდებ მის ფერდში, არაფერსაც არ დავიჯერებ. იცით? როცა ეს თქვა თომა, მე ქრისტე არ იყო. ხომ იცით, ხო წაკითხული გაქვთ. როდის თქვა ეს თომამ? როცა მოწაფეებს გამოეცხადა ქრისტე, იქ თომა არ იყო. შემდეგ ეს მოწაფეები წავიდნენ და უთხრეს თომას, რომ ჩვენ ვნახეთ უფალი, მკვდრეთით აღმდგარიო. და იქ ქრისტე არ იყო მაშინ. და თომამ თქვა, რას ლაპარაკობ? ყველა შეიძლება დააჯეროთ, მაგრამ სანამდე მე არ დავინახავ ჩემი თვალით.
სანამდე მე ჭრილობებში არ ჩავდებ ჩემს თითებს და მის ფერჩი არ ჩავყოფ ჩემს ხელს, მე არ დავიჯერ, მე ასე იაფად არ ვიყიდები. მე აუღებელი კლდევარ. მყარად ვდგევარ. შეგიძლია დიდხანს იდგე. და 8 დღის შემდეგ მოწაფეები კვლავ ერთად იყვნენ და თომაც იყო მათთან. და ასევე შევიდა ქრისტე დაკეტილ კარებში. დადგა მათ შორის და პირდაპირ თომას მიმართა. თომა, აჰა ჩემი ხელები. ეს მოწმობს იმას, რომ არ გითქვია ჯერ, ისიც კი ესმის უფალს. ქრისტე ყველგან მყოფია, მან ყველაფერი იცის, მის თვალებს არაფერი ემალება. ამენ. და ეუბნება თომა, შეიძლება თომას გაუკვირდა, იქ ვარ იყავი და საიდან გაიგეგე? ღმერთმა ყველაფერი იცის. თომა, აი ჩემი ხელები. აჰა, ჩაყავი შენი თითები, მოდი. აი ჩემი ფერდი, ნაჭრილობები. ჩაყავი შენი ხელი, მოდი. ურწმუნო კი არა, მორწმუნე იყავი. თომას ეუბნება, თომა დგება უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო. უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო. ქრისტემ რა უთხრა? თომა, დარწმუნდი? კარგია, კარგია. მაგრამ ქრისტემ სხვა რამე უთხრა. თომა, შენ მიხილე და მაგიტო გწამს. მაგრამ ნეტარება ის კი არ არის, რომ იხილე და გწამს, რომ დაინახე და გწამს. ნეტარნი ისინი არიან, ვისაც არ უხილავარ, მაგრამ წამს. მეგობრებო, განსხვავება არის, რომ გწამდეს ღმერთი და გწამდეს ღმერთის. ღმერთი კი არ უნდა გწამდეს. ჩემს ირწმუნე, იწამე ღმერთი. ღმერთი არა, ღმერთი ყველას წამს. ღმერთი მუსლიმებსაც წამს, ღმერთი, რა ვიცი, არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაღაც არ წამს. ყველას წამს ღმერთი. მაგრამ ღმერთი კი არ უნდა იწამო, ღმერთის უნდა იწამო. ცოცხალი ღმერთის უნდა ირწმუნო. უნდა დაიჯერო მისი სიტყვა, უნდა მიიღო ის, რასაც ღმერთი გეუბნება. სოციალურ ქსელში და წეწერა ამას წინა წუთისოფელი ამბობს, ქვეყნიერება ამბობს, თუ დავინახავ ვირწმუნებო. ქრისტეს ეუბნება, გვაშვენე ნიშანი და ვირწმუნებ. მაგრამ ქრისტემ თქვა, ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ვერ მიიღებს. ვერ მიიღებს მას. მაგრამ რწმენა ღმერთმა თქვა, თუ ირწმუნებ, დაინახავ კიდეც. თუ ირწმუნებ, დაინახავ კიდეც. თუ ირწმუნებ, დაინახავ კიდეც. დიდება უფალს. ამიტომ უნდა გწამდეს ღმერთის. გასაგებია, მეგობრებო, რწმენა არის წარმართველი ჩვენი საქციელების. რწმენა არის წარმართველი ჩვენი ფასეულობების. რწმენა აყალიბებს ჩვენ ფასეულობებს. ეხლა შეხედეთ. ჩვენ ხშირად ვამ, კაი ბიჭი, კაი გოგო, კარგი კაცი, კარგი ადამიანი. დარწმუნებული ხარ? დარწმუნებული ხარ? აი ზუსტად ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ფასეულობებს რწმენა კი არ აყალიბებს. ეს მემკვიდრეობით მივიღეთ. ეს მემკვიდრეობით მივიღეთ. მე მივიღე მემკვიდრეობით ბუნება და ამ ბუნებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მორწმუნე ვარ, იმიტომ რომ ეკლესიაში დავდივარ და კი არ ვამახვილებ ყურადღებას, რომ რწმენით გავსაზღვრო რაღაცეები. არა, ისევ იმ ფასეულობებით გამსჯი რაღაცეებს. კაი ბიჭია, კარგი გოგოა, კარგი ადამიანია, კარგია, ასეთ წასულა, კარგია. იონაც ამბობდა, რატო უნდა წავიდე ნინევიაში, მეზიზღებია ნეგენი. ავდგები და წავალაკეთ, უფრო კარგი არ არის? არ მაქვს უფლება? არ მაქვს უფლება. როგორ არ აქვს უფლება? მეგობრებო, ჩვენ მგონია, რომ იონამ რაღაცა კატასტროფა ჩაიდინა, მივიდა ღმერთს და ღმერთო აღარ მჯერა შენი უთხრა. არა. უბრალოდ მის გულში იყო ღმერთი დებს სურვილსაც და მოქმედებასაც, გახსოვთ? ფილიპელთა წერილი, მესამე თავის 21 მუხლი. ღმერთი დებს სურვილსაც და მოქმედებასაც. სურვილი ჩაედო მის გულში, რომ წასულიყო ნინევიაში. შენ როგორ იგებ ხოლმე ღმერთის ნებას? როგორც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ღმერთის ნება, იონაც ასე მიხვდა. იონამ გაიგო, რომ უბრალოდ ნინევიაში უნდა წასულიყო. ღმერთმა გაუგზავნა ეს სურვილი. ღმერთის სიტყვა მივიდა იქამდე. იონას ძალიან არ უნდა და არ მოწონდა ნინევია, არ უნდა და იქით წასვლა, არ უყვარდა ნინევიელები. გადაწყვიტა სხვა მიმართულებით წასულიყო. მეგობრებო,
მოდი ახლა გადმოვიტანოთ ეს და ჩვენ თავთან მოვიტანოთ და ვთქვა რამდენჯერ არის ასე ჩვენ ცხოვრებაში. პროფესიას მე ვირჩევ, სამსახურს მე ვირჩევ, ცხოვრების თანამგზავრს მე ვირჩევ, მეგობარს მე ვირჩევ, ახლობელს მე ვირჩევ, ყველას მე ვირჩევ, სახლს მე ვირჩევ, საცხოვრებელ ადგილს მე ვირჩევ. ღმერთი კიდე ეკლესიაში. ღმერთო, მადლობელი იყავი რომ ეკლესიაში ხარ. მე მოვალ ხოლმე მსახურებაზე, ბიბლიურ მუხლებს წავიკითხავ, შესაწირავს დავდებ, მიათეც. მადლობელი არა ხარ? რა გინდა ჩემგან? მაგრამ დაუკვირდით, სად არის რწმენა? რამდენჯერ არის ჩვენს ცხოვრებაში, რამდენი ადამიანი ხშირად, მეგობრებო, მე უნდა ვახსენო ერთი სიტყვა ახლა, რომელზედაც ძალიან ბევრ ადამიანს სამწუხაროდ წარმოდგენა აღარ გვაქვს, მოწოდება. ქრისტემ თქვა მოწოდებული ბევრი არ შეუულია ცოტა. იონასთვის რა იყო მოწოდება? ნინევია. ღმერთი უწოდებდა ნინევიაში. იმის გულისთვის რომ იონას ნინევიელები არ უყვარდა, სულ სხვა მიმართულებით გადაწყვიტა წასვლა. ღმერთი კი არ დაუტოვებია, ღმერთი კი არ უგინებია, ბოროტი კი არ გამختარა, კი არავინ მოუკლია, უბრალოდ გამოიყენა უფლება. თქვა არ მაქვს უფლება, მე ავირჩიო სად წავიდე. მეგობრებო, ერთი რამე ვიცოდეთ. ეს არის 1 პეტრეს მესამე თავის 15 მუხლი. 1 პეტრე მესამე თავი 15 მუხლი. წმინდა ხავით ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი. წმინდა ხავით ქრისტე. მე ცოტა ყურადღებას გავამახვილებ სიტყვაზე წმინდა ხავით. წმინდა ხავით ის განწმენდას კი არ ნიშნავს, გასუფთავებას ქრისტესი. წმინდად ყოფა გამოყოფას ნიშნავს, გამოცალკევებას ნიშნავს. იყო ტაძარში წმინდა ჭურჭელი, ის უფრო სუფთა კი არ იყო, ვიდრე სახლებში რო ჭურჭელი ჰქონდათ, არა, ის გამოყოფილი იყო, ღმერთის საკუთრება იყო, ის ჭურჭელი ღმერთის ჭურჭელი იყო. გასაგებია? ტაძარი წმინდა შენობა იყო, რატო? იმიტომ რომ ღმერთის იყო ის, გასაგებია? წმიდანი ვინ არის, ვინც ღმერთს ეკუთვნის, ის არის წმიდანი. გასაგებია? ამიტომ წერია წმინდა ხავით ქრისტე თქვენს გულებში, ანუ სწორი თარგმანი ამის რა არის? გამოყავი ქრისტე, გამოაცალკევე ქრისტე შენს გულში როგორც უფალი. ეხლა ამ მუხლს დაუმატეთ ლუკას სახარების 6:46. ქრისტემ უთხრა ხალხს, თავის მოწაფეებს, რატომ ეძახით უფალო და არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით. მე ხო არ მომითხოვია თქვენთვის უფალო დამიძახეთო. და ქრისტემს რატომ ეძახით ამას? და თუ მეძახით, რატო არ აკეთებთ, რატო არ იქცევით ისე, რასაც ეს სიტყვა გეუბნევათ. ეს განა მეტ სახელია ჩემი. წმინდა ხავით ქრისტე თქვენს გულებში როგორც უფალი, ერთი რაღაცაა ჩემო მეგობრებო, ერთი რაღაცა. და შეხედეთ ამას. და მინდა ამაზე ვისაუბრო დღეს, თუ ის უფალია, მაშინ მიეცი მას უფლება მან გადაწყვიტოს. და თქვა ჩვენ ცხოვრებაში, მე ვირწმუნე შენი, მე ვირწმუნე რომ შენ უკეთესი გაქვს ჩემთვის. ამიტომ მე კი აღარ უწყვიტავ, მე კი არ გართმევ ძალაუფლებას, მე კი არ გეუბნები, კი ხარ უფალი, მაგრამ ახლა მე უნდა გადავწყვიტო. უფალი არასდროს არ იბრძოლებს ჩვენთან. არასდროს არ დაგვიწყებს ხმალაობას. არასდროს არ შემოვა პოლემიკაში და კამათში. როცა შენ პრეტენზიები გაგიჩნდება, ის დადუმდება. ის არაფერს არ გეტყვის, ის არ შეგეკამათება, ის არ დაგიწყებს მტკიცებას, მაგრამ ის თუ დადუმდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მართალი იყავი. ის თუ გაჩერდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ მართალი იყავი. ამიტომ ჩემო მეგობრებო, რწმენის ერთ-ერთი დანიშნულება ჩვენში ეს არის, რომ ვირწმუნოთ მისი ვირწმუნოთ, რასაც მისი სიტყვა ამბობს, ის ვირწმუნოთ და მივიღოთ. ქვეყნიერებისთვის ეს უგუნურებაა. აბა რა? პროფესია არ უნდა გქონდეს? დღეს დათუ ამბობდა, რატო არის ბიზნესი პოპულარული? რატო არის ეს ასე პოპულარული? იმიტომ რომ ხორცისთვის საამებელ რაღაცეებს იძლევა, ვილები,
პარკები, რა ვიცი, ავტომობილები, ესენ რა კაია. ამასთანავე წავიკითხე ერთი პოპულარული ფეხბურთელის ინტერვიუ და ვტიროდი, როცა ვკითხულობდი. ეს კაცი ამბობს, როცა სინჯებზე წამიყვანესო, ნიჭიერი ბავშვი ვიყავიო, ნიჭიერი ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან ღარიბიო. რომ მივედიო სინჯებზე, რომ შემომხედაო სკაუტებს ეძახიან, ვინც არჩევს ფეხბურთელებს, სელექციონერები. რო შემომხედაო, მითხრა, ამ ფეხსაცმლით უნდა ითამაშო? მე ვთხარი, მე ფეხში შველის ვთამაშობ ხოლმე. მე მითხრა, ამ ტანსაცმლით უნდა ითამაშო? მეტყვი რომ სხვა არაფერი არ მქონდა. და მაგრამ სტადიონზე რო გავედიო და თამაში რო დავიწყეო, გაუკვირდა თუ ძალიან. ეს როგორ? და კონტრაქტზე მომაწერინეს ხელიო, ამიყვანეს გუნდში. და დღეს მე მაქვს ფული და აქვს დამტრეული ტელეფონი. ის ამბობს, რაში მჭირდება 1000 მანქანა, რაში მჭირდება ესენი. მე ესეც მყოფნის, მე ამითაც ვაკეთებ, ამიტომ გადავწყვიტეო, რომ ის რა ბავშვობაც მე გამოვიარე, მე ავდექი და სკოლები აუშენე, ეს გავაკეთე, თელ ჩემ ფულს, თელ თავის ფულს გზავნის ამ საქმეში. და თვითონ იღებს, რაც სჭირდება ცხოვრებისთვის, მეტი არაფერი. ერთი მუხლი მინდა წაგიკითხოთ, პასტორი კითხულობდა ამას. ეს არის ებრაელების მე-11 თავი. ნახეთ. 24 მუხლიდან. რწმენი თქვა უარი მოსემ, როცა წამოიზარდა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო. რის სანაცვლოდ? იცით, თუ უფრო კარგ რაღაცას გაძლევენ, რა თქმა უნდა, უარს იტყვი. იცით, ძაღლსო ძვალი უყვარსო და ვინ თქვა რომ ძაღლს ძვალი უყვარს? მეტი არაფერი რჩება, თორე ძვალი კი აბა გადაუგდეთ კაი ჩალაღაში თუ ძვლისკენ გაიხედოს. არა, ძაღლ ძვალი არ უყვარს, უბრალოდ ძაღლს მეტი არაფერი ხვდება. გასაგებია? და მოსეზე წერია, რომ მოსემ როცა წამოიზარდაო, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, ალბათ შეთავაზეს კიდე უფრო სერიოზული რაღაც. და დაუკვირდით, რა სიგიჟე ჩაიდინა. და უფრო არჩია ღმერთის ხალხთან ტაჯვა, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა. ქრისტე შეურაცხყოფა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან უყურებდა საზღაურს. წინა თემას გაგახსენებთ პასტორი ხვიჩასი, 5 გვირგვინზე, საზღაურს. მოსე საზღაურს უყურებდა. მართლა გიჟი წუთისოფლის საზომით იყო, მაგრამ ამას ფანტაზიის გამო კი არ აკეთებდა და რაღაც აკვიატების გამო, რაღაც სისულელს მართლა საზღაურს უყურებდა. იმიტომ რომ ეს რწმენის გარეშე შეუძლებელია ამ საზღაურის დანახვა. უნდა გახედო რაღაცას რწმენით. იმიტომ რომ ამ წუთისოფელში ჩვენ ვარ დროებით. ყველაფერს ეს წუთისოფელი არ განსაზღვრავს. მეთანხმებით, აქ შეგიძლია შეიძინო, დააგროვო, იმდენი დააგროვო, აქ შეგიძლია ისიამოვნო, დატკბე შენი სინორჩით, დატკბე შენი ახალგაზრდობით, სასურველ მამაკაც გაყვეცოლად, სასურველი ქალბატონი მოიყვანო, ისა ქმარა ცოლად, სასურველ მამაკაც გაყვე ცოლად. რა იქნება მე საბოლოო ჯამში? ოღონდ იცოდე ყველაფერ ამის გამო. სამჟავროზე წარგადგენს უფალი, ასე ამბობს ეკლესიასთან. დაუკვირდიო ყველაფერს და გამოვცადე ყველაფერი და ერთი რამ ვნახე და ერთ რამეს მივხვდი. ერთ რამეს აქვს აზრი, უფლისა გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ამაშია აზრი ყველაფრისო. დიდება უფალს. დაუკვირდი, ქვევით წავიკითხოთ კიდე. ქრისტე შეურაცხყოფა მეტ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის საგანძურები, ვინაიდან უყურებდა საზღაურს, რწმენით დატოვა ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა, ვინაიდან იგი თითქოს უხილავს ხედავდა. თითქოს კი არა მართლა ხედავდა. თითქოს უხილავს ხედავდა, მტკიცე იყო. რწმენით მოაწყო პასექი და სისხლის შებკურება, რათა არ შეხებოდა გამონადგურებელი მის პირბშურებს. კიდევ ერთი რამ, კიდევ ერთი მუხლი. ეს არის 32 მუხლი. კიდევ რა ვთქვა, დრო არ მეყოფა რომ ვილაპარაკო. გედეონზე, ბარაკზე, სამსონზე, იეფთაზე, დავითზე, სამუელზე და წინასწარმეტყველებზე, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, იქმოდნენ სიმართლეს, აღწევდნენ აღთქმებს, პირს უკეტავდნენ ლომებს, შრეთდნენ ცეცხლის
ზალას, იგერიებდნენ מחვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლურებისგან, მაგრები იყვნენ ომში, დევნიდნენ უცხოთა ჯარებს, ცოლები გაცოცხლებულს ღებულობდნენ თავიანთ მკვდრებს, სხვები კი, დაუკვირდით? ალტერნატივა სულ ყოველთვის არსებობდა. სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ. როცა ისინი ეწამებოდნენ, გავიხსენოთ შედრაქი, მიშაკი, ყაბედნეგო. გამოხსნა იყო შეთავაზებული? ეუნე, რა სისულელეს ჩადიხარ? ახალგაზრდა ხალხი ხარ. რა ფანტაზიების გჯერათ? მოდი რა, გდაანებეთ და გამორეკეთ თავიდან ეგ რაღაცეები და რა გინდა ახალგაზრდა ხალხი ხართ, ნიჭიერები და ჩვენ სუფრაზე იქ ჩვენ გვერდით იქნებით. და გამოხსნაზე უარი თქვეს. მიტო კი არა, რომ დარწმუნებული იყვნენ, რომ ღმერთი დაეხმარებოდათ, მათ თქვეს არა. ჩვენ არ ვიცით ჩამოვა თუ არა ღმერთი ჩვენ დასახსნელი. მაგრამ თუ კიდეც არ ჩამოვა, ჩვენ მაინც ასე ვიცხოვრეთ, იმიტომ რომ გწამს. რა გწერია, ნახეთ? სხვები კი ეწამებოდნენ და გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ, მან იცოდნენ საზღაური რა იყო იმ ტანჯვის. გასაგებია? საზღაურს უყურებდნენ. სიცოცხლის გვირგვინს უყურებდნენ. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგი გინება სადაც ემას განიცდიდნენ. აგრეთვე ბორკილებსა და საპყრობილეებს მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ, מחვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხრის ტყავებით. ხის ტყავები ნორმალური ჩასაცმელი არ ქონდა, საჭმელი არ ქონდა, სასმელი არ ქონდა. რას დადიხართ, რას ჩემები მეუბნეოდნენ ხოლმე. ეს განსაცდელის რომ რას დაწოწიალობ, ამ სიტყვას მეუბნეოდნენ ხოლმე. რას დაწოწიალობ? სად დადიხარ? სოფელი იყო ერთი საჩხერის რაიონში, მოხვა რაჭის საზღვარზე. დავდიოდით ხოლმე ფეხით მსახურებაზე. სულ 3 ადამიანი იყო, იქ მეტი კი არა. და ერთგულად ყველა კვირას. იქ რო ავიდოდით ხოლმე მსახურებაზე და უკან დავბრუნებოდი, ფეხსაცმელი ერთი ზომით დიდი მქონდა ხოლმე. ესეთ დაღმართი იყო. სულ ფეხით დავდიოდით. და მე უნდა რას დადიხართ, სად დადიხართ, ვინმე რამეს გაძლევთ, რას დადიხართ, უსაქმურები, სად დადიხართ? წავიკითხოთ კიდე. 38 მუხლი. ისინი, რომელთა ღირსი არ იყო მთელი ქვეყნიერება, ღმერთის თვალში ასე იყო. იმიტომ რომ ღმერთისთვის მორწმუნე ადამიანები, როგორც ქრისტემ უთხრა, ურწმუნო კი არა, მორწმუნე იყავიო. ღმერთის თვალებში მორწმუნე ადამიანი ძალიან ძვირფასია. დიდება უფალს. ის ვინც ისე ხედავს, როგორც ღმერთი ხედავს, ის ვინც იმ სურათს ატრიალებს თავის გულში, რასაც ღმერთი აძლევს, გასაგებია? ვინც იმ ხედვას ეჭიდება, რასაც ღმერთი აძლევს. და ამბობს იქნება, აუცილებლად იქნება. ის იქნება, რაც ღმერთმა თქვა. ყველაფერი შეიცვლება. ნეტარია ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება ღმერთის მიერ თქმული მის მიმართ, ეს არის ლუკას ახარების 1:45. ლუკას ახარების 1:45-ში წერია ნეტარია ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება ღმერთის მიერ თქმული მის მიმართ. და რომელთა ღირსიც არ იყო მთელი სამყარო, ღმერთი ასე განიხილავდა, დაეხეტებოდნენ ტყეებში და ხევებში. და ნახეთ კიდევ ერთი რა. უდაბნოებსა და მთებში, ქვეყნის მღვიმეებში და ხეობებში. დიდება უფალს. თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ. მაგრამ არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, კარგი და რა სისულელეებს ლაპარაკობ. დღეს რწმენა გადის, ზოგს გონია მე ეს ვიშოვე, აი ამდენი დავაგროვე, აი ამდენი ვიშოვე. იქნებ ღმერთი გვერდზე საოჯახოში გეძახდა. მაგრამ ამაზე ხო არ გიფიქრია. ამიტომ სავსებით შესაძლებელია კრიზისები დადგეს. მე უბრალოდ შეიძლება გეცინებათ რაღაცაზე, როცა რაღაცას ვამბობ, მაგრამ ეს მართლა გეუბნებით გაფრთხილება. ჯერ ჩემ ცხოვრებისთვის არის გაფრთხილება, მე თითეული თქვენთაგანისთვის. იმიტომ რომ იცი ხვალ რა იქნება, რასაც ირწმუნებ ის იქნება. და იმის და მიხედვით მივიღებთ რა მიმართულებითაც წავალ. ეს ესეა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორებ, ცხოვრება მიზაზ შედეგობრივია. აუცილებლად შედეგები დადგება. მე უბრალოდ ცოტა დრო დაგვრჩა, ერთს დაგიმოწმებთ,
ერთ კაცზე მომიყვა ჩვენი მეგობარი იყო რო ჩამოდიოდა ხოლმე ადრე დიარენი. ის მომიყვა ერთ კაცზე, ადრე ბიბლიის სკოლაში მოგვიყვა ამას. ეს კაცი იყო ერთ-ერთი მორწმუნე მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ამერიკაში. ერთ-ერთ ეკლესიაში დადიოდა, ყავდა ცოლი, ყავდა ერთი შვილი. როცა მისი შვილი გახდა 7 წლის, ცოლი გარდაეცვალა. და ერთ-ერთ მსახურებაზე ამ კაცმა მიიღო ღმერთისგან მოწოდება. და თქვა, ცოლი მაინც გარდამეცვალაო. ჩემ ცხოვრებას არაფერი სხვა ისეთი არაფერი ის არ აქვს, რომ მე რამეს მქონდეს ისეთი. უკიდა თავის შვილს ხელი და მივიდა ეკლესიაში და თქვა, მეწუხელიო ღმერთმა მითხრა, რომ უნდა წავიდეო მთებში, სადღაც კანადასთან ახლოს, ინდიელების რეზერვუარები იყო ხოლმე ადრე. ინდიელები ცხოვრობდნენ, ინდიელებით კომპაქტურად დასახლებული ადგილები. ოღონ დღემდე ამბობენ, რომ ამერიკამ განადგურა ისა ინდიელები, ოღონ ომით კი არა და იარაღით კი არა. ამ რეზერვუარების შექმნით. როგორც ეროვნული უმცირესობა შემოიღეს კანონი, რომ მათ ფულს უხდიან, თუ ინდიელი ხარ, ქვეყანა ფულს გიხდის და ინდიელები ამის გამო განადგურდნენ მთლიანად, რატო ის ყველა ლოთი გახდა. არავინ აღარ მუშაობს, არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ იციან, რომ თუ იმუშავებს, იმ შემოსავალს დაკარგავენ და ამიტომ ადამიანები ჩაიძირენ რაღაცაში. და ეს კაცი წავიდა ერთ-ერთ ასეთ სოფელში. გადაწყვიტა ღმერთისგან მიიღო მოწოდება და გადაწყვიტა წასულიყო ერთ-ერთ ასეთ სოფელში. 1000 კაცი ცხოვრობდაო სოფელში და 1000-დან 800 ლოთი იყო. გამოუსწორებელი ლოთი. და ერთადერთი რაც ამ სოფელში მუშაობდა, ეს იყო რესტორანივით რაღაც პატარა ზაბეგალოვკა, აი სადაც ლოთობენ, ესეთი ადგილი. ეს მუშაობდა მარტო, მეტი არაფერი. და ნახეთ ახლა დაუკვირდით. და ეს კაცი წავიდა აქ რომ მიიტანოს ღმერთის სიტყვას და ეს ამ წიგნს წერს თურმე ეს ბიჭი, მისი შვილი. ის ამბობს, პირველი დღე მამა ჩემმა მითხრა, პატარა სახლი ვიქირავეთო და მამა ჩემმა მითხრა, წავიდით ეხლაო აი ამ რესტორანში და უნდა ვიქადაგოთ ღმერთის სიტყვა. შევიდაო რესტორანში, ხალხი ზის თურმე, დაახლოებით 200 კაცამდე იჯდაო, სვავდნენ რაღაც. და სკამი დაიდო, დადგა სკამზეო და თქვაო, მომისმინეთ ერთი წუთიო და ყველამ შეხედა, რა ხდება. მე ღმერთმა გამომაგზავნა თქვენთან. მე ღმერთისგან მაქვს სიტყვა. ვინ გამოგაგზავნა? ღმერთმა. მოდი აქ ჩამოიღე სკამიდან და მაგრას ცემესო. იმ დონეზე ცემესო, რომ თან არავინ არ დამეხმარაო 7 წლის ბავშვმა ესე ტანსაცმლის იმით მივათრიე სახლამდეო. როგორც იქნა სახლამდე მივათრიეო. როგორც კი ჭრილობები მოიშუშა და შეძლო ფეხზე დადგომა, აიღო ხელში ბიბლია და მითხრა, წავედით ისევ. წავედით ისევ სემესო. ისევ მოვათრიე სახლამდე. და ეს გრძელდებოდაო 7 წლის განმავლობაში. 7 წლის განმავლობაში. მოიშუშებდა ჭრილობებს, წამიყვანდა რესტორანში, დაიდებდნენ, მაგრამ სემდნენ, მოვათრევდი სახლში, მოიშუშებდა ჭრილობებს, წამიყვანდა ისევ იმ რესტორანში, უნდა ვიქადაგოთო და უკვე 14 წლის ვიყავიო. ეს ბიჭი ამბობს თურმე. უკვე 14 წლის ვიყავი. და ერთ დღესაც მორიგი ჭრილობები რომ მოიშუშაო და მითხრა, მამა ჩემა წამოდი რესტორანშიო, ვიქადაგოთო, გაუბედე და სიტყვა შევბედეო და უთხარი, უკვე დიდი ბიჭი ვიყავი რა. არ გწხვენიაო მე უთხარი. არავის არ აინტერესებს ეგ შენი ღმერთი, რა გინდა? სადად იხარ? შენ თუ არ გწხვენია, მე აღარ შემიძლია, მე არ წამოვალო უთხარი. და შემომხედავ, გაეცინაო და მითხრა, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ. ამიტომ შენ შეგიძლია გადაწყვიტა როგორც გინდაო. არა უსაფსო შვილო, მე ერთი რაღაცა ვიციო, თუ ღმერთმა თქვა, ყველაფერი შეიცვლება. მე იქ უნდა წავიდე, რაც ღმერთმა მითხრა და თუ ღმერთმა თქვა, ყველაფერი შეიცვლება. და მამა იყო ჩემი და როგორ დავტოვებდიო, არ წავყევიო, მაგრამ შორი ახლოს წავყევიო, რომ როს სემენ და დააგდებდენო, მომეთრია სახლამდეო. უბრალოდ გადავწყვიტე, მაინც არ დამეტოვებია და წავიდაო თვითონ, მაინც არ დამიჯერაო, წავიდაო. შვილო, მე მაინც ის უნდა გავაკეთო, რაც ღმერთმა მითხრა. შევიდაო რესტორანში და ველოდები ახლა ალბათ ახლა წამოხდებიან და იქნება არ მოკლანო, ვფიქრობ როგორმე იქნება ცოცხალი გამოვათრიო აქედან, არ მოკლან. დაახლოებით 100 კაცამდე იყო რესტორანში. მამა ჩემა რო დაიწყო ლაპარაკი, მე არ ვიცი რა მოხდაო. 100-ვე კაცი მუხლებზე ეგდო და ბღაოდნენ და ტიროდნენ და ისე ინანიებდენო. მამა ჩემი ძალიან მალე გარდაიცვალაო. იმ მიღებული ჭრილობებისგან და ცემატყეპისგან ძალიან მალე გარდაიცვალა. და მე 16 წლის ასაკში მომიწია პასტორი გამختარიყავიო. იმ სოფელში. დღეს 2000 კაციანი ეკლესია არის მაგ სოფელშიო.
ადამიანები ქერდა ცოცხალი, ძლიერი და დიდებული ეკლესია, რომლებიც ღმერთს ადიდებენ. მე არ ვიცი ღმერთს რა გეგმა აქვს ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერი ფულით არის ზომება, მეგობრებო. შეგიძლია მთელი წუთი სოფელი შეიძინო. რას გარგებს მაინც აქ დატოვებ ყველაფერს. თუ უბრალოდ ის არ შეგვიძლია ვირწმუნოთ და ღმერთს გავყვეთ რწმენით. იმიტომ რომ ჭკვიანები იცი როგორ უყურებენ, მე რა მექნება, მე ეს როგორ იქნება. სხვადასხვა ჩვენ ხშირად აუყვებით ხოლმე ფეხის ხმას. გონია რომ თუ ბევრს ვიშოვი და ბევრს დავაგროვებ და ესე მექნება და ესე მექნება, მაგრამ ერთი რამე იცოდე. იქნებიან ვიღაცეები, ვინც ამ მიზნით იქნებიან მოწოდებულები ღმერთისგან. იქნებიან, იცი, ბარნაბა იყო ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ქონდა რაღაცეები. გაყიდა სახლი, რო არ ქონოდა, რას გაყიდიდა? ქონდა და გაყიდა. გაყიდა მიწა, მოიტანა და დადო მოციქულთა ფეხებთან. მოციქულთა ფეხებთან დადო. მე ერთი კითხვა მებადება სულ თავში. ფული თუ ვიშოვა, დახარჯვას ვეღარ შეძლებდა? ფული თუ ვიშოვე, ვერ დავხარჯავ? მაგრამ არა. ესეც რწმენის ერთ-ერთი გამოხატულება. იცი რატო დადო მოციქულთა ფეხებთან? მე მინდა ქრისტემ გადაწყვიტოს და ქრისტეს სხეულმა გადაწყვიტოს. რა მიმართულებით წავიდეს, იმიტომ რომ ყოველივე ჩემი შენია. შენი კი ჩემი. იცი როდის შეიძლება ღმერთის რაღაცეებს შეეხო, როცა ყოველივე შენი მისი გახდება. ესეც კი რწმენის საკითხია, მეგობრებო. არაფერი ამ წუთი სოფელში ისეთი, რასაც იქ წაიღებ. ერთი რამ არის. ერთი რამ. წმინდა წერილი ამბობს, ნეტარი არის ვინც ირწმუნა, ლუკას სახარების 1:45, დაიმახსოვრეთ ეს მუხლი. ნეტარია ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება ღმერთის მიერ თქმული მის მიმართ. არის რაღაცეები, რისაც უნდა ირწმუნო. როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობს კორინთელების წერილში. მწამს და მიტოვ ლაპარაკობთო ასე. მეც უწამს, ჩვენც გვწამს და მიტოვ ლაპარაკობთ. რწმენა არის ჩვენი წარმართველი, იალქანი ჩვენი გემის. მე დავიბადე ჭიათურაში. ჩემი მშობლების საშუალებით. მამა ჩემი იყო თემური ჭანკვეტაძე. დედა ჩემი იყო ლოლა ცერცვაძე. მე ვარ შმაგი ჭანკვეტაძე. ეს ამ მიწაზე. იდენტიფიცირება ჩემი ხდება ამით. მე საქართველოს მოქალაქე ვარ. ზემო იმერელი. ეს მე ამ მიწაზე ვარ. ჩემი იდენტიფიცირება სწორედ ამით ხდება. მე საბუთები მაქვს. რაღამც დავიბადე თემური ისა ჭანკვეტაძის და ლოლა ცერცვაძის ოჯახში, მე მომცეს პირადობის მოწმობა. მაგრამ წმინდა წერილი ამბობს. ფილიპელების 3:20. რომ ჩვენი მოქალაქეობა ზეცაშია. ეგ როგორღა? მე ხო საქართველოს მოქალაქე ვარ. ზეცის მოქალაქე როგორღა ვარ? საიდან მოვხვდი ამ გაუგებრობაში? ეგ როგორღა? როგორ და გალატელების წერილი ამბობს ამას. ეს არის გალატელების 3:26-28 მუხლები. გალატელების 3:26-28 მუხლებში ასე წერია, რადგან თქვენ ყველანი ღვთისშვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. ქრისტემ ხო თქვა ხორცისგან შობილი ხორცია, სულისგან შობილი სულია. ივანეს სახარების პირველი თავის მე-11-მე-12 მუხლები. ხოლო ყველას ვინც მიიღო იგი, ვინ? იესო ქრისტე. მისი სახელის მორწმუნეს, მისცა ძალაუფლება, გამხდარიყვენ ღმერთის შვილები, რომლებიც არც სისხლის ნდომისაგან, არც მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ. მე მივიღე ქრისტე. მე ვირწმუნე, რომ ის ჩემი პირადი მხსნელია. იყო დრო, როცა მე ღმერთის არსებობას უარყოფდი. პირველი ჩემი ლოცვა ასეთი იყო, ღმერთო მგონი ჭკუიდან შევიშალე. არ მჯერა ხარ თუ არა. არ ვიცი ხარ თუ არა. მაგრამ თუ ხარ, არ მინდა რომ მოვკვდე. პასტორი აღმოწმებდა რუსთავში. ერთი ახალგაზრდა ბიჭი მოვიდაო ბიბლიის სკოლაში. და მითხრა, ერთი ძმა მყავსო ნარკომანი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში, დაავადებული ღვიძლით.
გეხვეწები შემითან ღვთილოცვაში. რო იქნება ღმერთმა გადაარჩინოს. ის კაცი ახლა დგას თქვენ წინაშე. ეს ღმერთის სასაულია. და უბრალოდ წმინდა წერილი ამბობს გალატელების თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. იცი მე ღმერთის შვილი ვარ ქრისტე იესოში რწმენით რომ ვირწმუნე ღმერთმა შვილობის სული მოგცა. და ჩემი იდენტიფიცირება უკვე მიწასთან აღარ არის დაკავშირებული. მე აღარა ვარ, კი ვარ, სანამდე ამ პლანეტაზე ვიქნები საქართველოს მოქალაქე ვარ, მაგრამ სინამდვილეში მე აქ პეტრემ თქვა, მდგმური ვარ. ხიზანი ვარ, ეს ჩემი სახლი არ არის. მე მელოდება სახლის საუკუნო. ხელთუქმნელი. მეორე კორინთელების მეხუთე თავი. სადაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ყველანი ვოხრავთ და ვნატრობთ ამის გახდას და იმ ახლის შემოსვლას. დიდება კონდეს ჩვენს უფალს. ამიტომ ჩემი იდენტიფიცირება, შენი იდენტიფიცირება მიწასთან აღარ უნდა იყოს დაკავშირებული რამდენ ზიშოვი. შენი იდენტიფიცირება რწმენით უნდა ხდებოდეს ზეცასთან. იმიტომ რომ მე ზეცის მოქალაქე ვარ. და ღმერთმა მომცა საწინდრად საწინდარი ბე არის გადახდილი. და ეს არის სული, ღმერთის სული ჩემში, რომელიც მოწმობს ჩვენში და ამბობს აბა მამაო. ის ჩვენ ზეციერ მამას გვიცხადებს არა როგორც მამინაცვალი, არამედ როგორც მამიკო, მამა. დიდება უფალს. ამიტომ მოდი მოვახთინოთ ამ სიტყვაზე ორიენტირება. რწმენა ერთადერთი საშუალება, რომელიც ღმერთი ეძებს ჩვენში. არა ჩემი ბიზნესის უნარი, არა ჩემი სხვა რაღაცა ერთგულება, მიძღვნა, ეს სხვა თემებია, რომელიც ამას მოყვება მერე. მაგრამ პირველი და ყველაზე მთავარი, რასაც ღმერთი ეძებს შენში და ჩემში, ეს არის რწმენა. ებრაელების წერილის მეოთხე თავის მეორე მუხლი. ებრაელების წერილის მეოთხე თავის მეორე მუხლში წერია. რადგან კი გვეხარაო ყველას, მათაც ეხარათ, ჩვენც გვეხარა. სიტყვა ყველასთან მივიდა. მაგრამ მოსმენილ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის. როგორ მინდა რომ ეს მათთვის მე არ ვიყო. როგორ მინდა რომ ეს მათთვის შენ არ იყო. იცი როცა ქრისტემ თქვა რომ ერთი თქვენთაგანი გამცემსო, მოწაფეებმა რისი კითხვა დაიწყეს. მე არ ვიქნები ეგ. ეს იყო? არა, ისინი კითხულობენ, მე ხო არა ვარ უფალი. მე ხო არა ვარ ეს. მე ხო არა ვარ ეს. აქ წერია, მოსმენილ სიტყვას სარგებლობა არ მოუტანია მათთვის. ნეტა მე არ ვიყო ეგ მათთვის. მაგრამ შეგიძლია შენ არ იყო ეს. იცით რატომ აქ წერია? რადგან მოსმენილთა რწმენას არ შეერწყაო მოსმენილი სიტყვა. სიტყვასთან წინააღმდეგობაში მოვიდნენ. სიტყვა სულ სხვა მიმართულებით ამბობს და ესე სხვა მიმართულებით წავიდნენ. მოსმენილი სიტყვა არ შეერწყა რწმენას. იცი რამდენ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, მე ეგრე არ მწამს ძმაო. მე ჩემი რწმენა მაქვს ძმაო. კარგად შეინახე არავინ წაგართვას. არ გინდა შენი რწმენა, მეგობარო. ქრისტეს რწმენა გქონდეს ყველას. ღმერთის რწმენა გქონდეს ყველას. და ვეცადოთ, რომ სიტყვა შეერწყას ჩვენს რწმენას, რომ ჩვენი რწმენა ფორმირდეს სიტყვის მეშვეობით.